ცოტა სიბნელე კი აგიმოდიშებთ, ცხადია, ვცდილობ რომ გავასწორო კამერა, მაგრამ არ მქონდა შესაძლებლობა სახლში ჩამეწერა, ანუ უკეთეს განათებაში და აი აქ გადაწყვეტილება მივიღე რომ აქ ჩამეწერა სწორედ ეს ვიდეო. ერთი ფრიად საინტერესო ვიდეო უნდა გაჩვენოთ ან ხმა მოგასვენოთ და რუსულად არის ეს ვიდეო, ვინც ლაპარაკობს რუსულად ლაპარაკობს და მე ვინც არის ის მათთვის განსაკუთრებით თარგმნი რუსულიდან ქართულზე ესე მიუყვები და ვთარგმნი აბზაც კი არა სიტყვა სიტყვით პრაქტიკულად და მე გავავლოთ პარალელებით ვგდებავთ ამ ადამიანსა, ამის თქმელსა და ბიზინა ივანიშვილის შორის. Დავიწყოთ. Регулирование абхазского и осетинского этот конфликт. Первое, мы должны осмыслить, что произошло. აფხაზური და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველი ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ, осмыслить, что произошло. რა მოხდაო აბძანებს ეს კაცი მე მოვატრიალებ და გაჩვენებთ ვინც არის ავტორი ამ სიტყვებისა მაღალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით ზოგმა თქვენგანმა უკვე იცნო კიდეც ხმაზე ვინ ლაპარაკობს ამას. ეხლა შემდეგი წინააღმდება. ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. Извиниться. ხო, მოვიხადოთ ბოდიში. ნახეთ, ამ კიდევ უფრო საინტერესო მარტო ბოდიშიც არ არის. კიდევ უფრო საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როდინდელია ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა, ცოტა ადრინდელიაო, მაგრამ ამას არ აქვს ხა პრინციპული მნიშვნელობა, არ მგონია რომ ამ რესპონდენტს რადიო სპუტნიკისა აზრები შეეცვალა იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს წლების ან გარკვეული პერიოდის წინანდელია. Я бы сказал, чуть даже, может быть, это вызывает некоторое отторжение, покаяться. ჩვენ არა მარტო ბოდიში უნდა მოვიხადოთო, ესო გარკვეულწილად რაღაცა მიუღებელია, ეს შესაძლოა მიუღებელიაო, მაგრამ ჩვენ არა მარტო ბოდიში უნდა მოვიხადოთ, არამედ უნდა პაკაეცა, ხო? უნდა შევინანოთ, უნდა სინანული გამოვთქვათ, უნდა მოვინანიოთ რაც მოხდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ანუ ქართველებზია საუბარი. ქართველებმა უნდა მოიხადონ ბოდიში და არა მარტო ბოდიში უნდა მოიხადონ, არამედ უნდა მოინანიონ რაც ჩაიდინეს. მაგრამ ამის შემდეგ, რასაც ბრძანებს ეს კაცი და პრინციპში მოგიტრიალებთ და გაჩვენებთ ვინც არის, როგორი ჩანს. ხო, ეს არის იგორ გიორგაძე, რუსეთის მიერ თავის დროზე საქართველოს უშიშროების მინისტრად დანიშნული, შევარდნაძეს დაანიშნინა მოსკოვმა ეს კაცი, ეს რუსი კაცი, რომელმაც სხვათა შორის მერე შევარდნაძე ააფეთქა და ახლა მოსკოვში ცხოვრობს. არ მინდა ვთქვა, რომ ეს კაცი არის მთავარი დასაყრდენი რუსეთისა, მეთქი მთავარი დასაყრდენი მაინც ბიზინა, მაგრამ ისე სადღაც სულ კულუარებში, მოსკოვის კრემლის კულუარებში უთუოდ განიხილავენ ამ კაცის ჩამოყვანასაც და ნაშალნიკად დასმას. რა უნდა მოხდეს საქართველოში, მართლა უნდა გაწყდეს მთელი ქართული ერი, რომ იგორ გიორგაძე დაისვას თავზე, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ ეხა ხო ბიზინა ივანიშვილს ცხადია არ ვაქებთ, მაგრამ ეს კაცი ხო, მოდი ასე ვიტყვი, ბევრად უარესია, ან ერთგვარად უარესია, ვიდრე ბიზინა ივანიშვილიც კი ოღონდ არ ვაქებთ ცხადია, არანაირად ეს პირდაპირი აგე ყოველ შემთხვევაში თუ უნდა სხვანაირად თქვა, მისი მიმართ მიუღებლობის ხარისხი ბევრად მაღალია ვიდრე ივანიშვილისა, რომელიც რუსეთმა დაგვასვა თავზე და რომელიც ხო, ალბათ მაინც შემეშალა, რომელიც ისეთივე აგენტია, როგორც იგორ გიორგაძე, უბრალოდ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ვაგლახთა სამწუხაროდ, რომ მისაღები, მაგრამ აქ კიდევ აი დამატებით კიდევ უარეს ამბობს გიორგაძე ბანდიტი. იმ ადამიანებმაც უნდა მოინანიონ, ვინცაც არ მიუღიათ მონაწილეობა ამ კონფლიქტში, იგულისხმება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, თუ მაინც და მაინც ქართულ-აფხაზური უნდა უწოდოთ გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარ ამბავს, ან 2008 წელსაც გულისხმობს უთუოდ. ამის შემდეგ ერთგვარად განვიწმინდები თუ აჩიშენი, ხო განწმენდა მოხდებაო ჩვენიო, ანუ ქართველი ხალხის, ქართველი ხალხი დამნაშავეა საერთოდაც იგორ გიორგაძის აზრით და ეს მეცულიერ ძალას მისცემს თავად ქართველ ხალხს.
Мы в отрыве от евразийского пространства, в котором Грузия, естественно, находится. და ევრაზიულ სივრცეში ისედაც მყოფი საქართველო, რომელიც ბუნებრივად მყოფი საქართველო, Регулировать конфликт между грузинами, абхазами, грузинами. ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის დარეგულირება, Палестинами, которые уже де-факто и де-юре находятся в самостоятельности. იმ ხალხებთან კონფლიქტის დარეგულირება, რომლებიც ისედაც დე-ფაქტო თუ დე-იურე აღარ მახსოვს, ისედაც არიან დამოუკიდებელნი დე-იურე თუ არ ვწდები, ეს გადავახვიოთ. Палестинами, которые уже де-факто и де-юре დე-ფაქტო და დე-იურე ორივე დამოუკიდებელი არისო, ანუ აფხაზების და დე-იურეო მნიშვნელოვანია, დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე კი არ ლაპარაკობს, ანუ დე-იურე დამოუკიდებლობა ლაპარაკობს. в самостоятельном плавании ხო, урегулировать. ანუ რა და დამოუკიდებელ თავისუფალ არიან ერთიც და მეორეც, რა აფხაზების და ოსების სამხრეთ ოსები გულისხმობ. ეხლა მე კითხვა მაქვს. იგორ გიორგაძესა და ბიზინა ივანიშვილის მიერ ნათქვამ სიტყვას შორის ბიზინამეს თქვა 2024 წლის არჩევნებამდე თუ არ ვწდები გორში გამოსვლისას რამ განსხვავებას ხედავთ? რა საკვირველია ვერა. ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც ისევ და ისევ იგორ გიორგაძის არ იყოს აკონტროლებს მოსკოვი, სუსტად იგივეს ლაპარაკობს. ახლა მაინც იმ ადამიანებისთვის ყოველ შემთხვევაში, ვისაც ჯერაც აქვს გარკვეული სიმპათია ბიზინა ივანიშვილის მიმართ, ახლა მაინც ხომ უნდა იყოს გასაგები და ნათელი ვის ემსახურება, როგორ ემსახურება, რატომ ემსახურება ბიზინა ივანიშვილი. რეალურად ოსებისა და აფხაზებისათვის ბოდიშის მოხდომით უფრო მონანიება ეს არის რუსული თამაში და ეს არის რუსებისათვის, ოკუპანტებისათვის ბოდიშის მოხდა, ბოდიშის მოუხდი თუ არა, ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას ბჭყალებში დაუმტკიცებენ, რომ არიან აგრესიის, ქართული აგრესიის მსხვერპლი, რაც არ მომხდარა რეალურად ქართული მიუხედავად იმისა, რომ კიტოვანმა დაუშვა შეცდომა 90-იან წლებში, მიზესთა გამო და იქ რუსული თამაში ითამაშა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, რა საკვირველია განსაკუთრებით კიტოვანმა, სწორედაც რომ მიუხედავად ამისა ქართულ ხალხს არანაირი დანაშაული აფხაზი და ოსი ხალხის წინააღმდეგ არ ჩაუდენია, არც არანაირი გენოციდის მცდელობა 2008-ში ასე მაგალითად არ ყოფილა და მეტსაც გეტყვით ელთო-3-3-მა 94-96-ში და 99-ში საბოლოოდ ბუდაპეშტში, ლისაბონის, ბუდაპეშტისა და სტამბოლის სამიტებმა აღიარა უპირატესად, აი ესე ქვია, ასეთი ჩანაწერია, ქართველების ეთნიკური წმენდა და ახლა ამ უპირატესობას ფლობ შენ, ამ არგუმენტს ფლობ, ასეთი მძიმე და სერიოზული დოკუმენტი გიჭირავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ბანდიტები აქაური ივანიშვილი თუ ბანდიტები იქაური იგორ გიორგაძე ახლა შენ გელაპარაკებიან იმას, გეუბნებიან რომ შენ უნდა მოიხადო ბოდიში და როგორც კი მოიხდი ბოდიში თუ ამას გააკეთებს ოფიციოზი ხას უსვამ ამას როგორც კი ამას გააკეთებს ხისიერად დაიწყება ეგრეთ წოდებული აღიარების ტალღა, ანუ არაღიარების პოლიტიკა როგორც ასეთი დასრულდება და არა მხოლოდ ბოდიში არ ვაცხოებს ხადია ყველა საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, მაგრამ არა მხოლოდ მეორე ხარისხოვანი სახელმწიფოები აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, არამედ აღიარებს ევროპის რამდენიმე და ბევრი სახელმწიფოც კი, რომელიც იტყვის, რომ შენ თუ საკუთარ თავს იდანაშაულებ, შესაბამისად მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, რომ დავიცვა შენი ტერიტორიული მთლიანობა, ვაღიარო შენი ტერიტორიული მთლიანობა. ბიზინა ივანიშვილს არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა ეს, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს შესაძლოა აქვს შემდეგი ჩანაფიქრი, კი არა, უფრო ზუსტი რომ იყო, მოსკოვის შესაძლოა ბიზინა ივანიშვილს ეუბნება შემდეგ რაღაც აღიარე, ჯერ თავიდან დავიწყოთ. ჯერ მოვაწერე ხელი ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებას. ეს ფაქტია, რომ ეს არის მოთხოვნა მოსკოვიდან. უკვე შემდგომ ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პრაქტიკულად აღიარებ ამ შემთხვევაში სამართლის სუბიექტად, თანაბარ სუბიექტად აფხაზურ და ოსურ მხარეებს. ამის შემდეგ უკვე აღიარე მათი დამოუკიდებლობა და მერე ილაპარაკე მათთან კონფედერაციაზე, ან ფედერაციაზე, უფრო კონფედერაციაზე. უნდა გითხრათ, რომ ესეც ფანდია ერთგვარი, ესეც ტყუილია, როგორც კი შენ პირველი
ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს დე-ფაქტო რეჟიმებთან, ეს ერთი. მეორე, აღიარებს მათ დამოუკიდებლობას იმ იმედით, იმ დაპირებით, რომ ისინი მერე უკვე დათანხმდებიან შენთან კონფედერაციულ სახელმწიფოს და ვითომ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, იმ წამსვე ისინი იტყვიან, რომ არანაირ კონფედერაციაზე აღარ არის საუბარი, დამოუკიდებლად იმისა, ისინი გვეუბნებოდნენ თუ გვპირდებოდნენ თუ არა, რომ კონფედერაციაზე როგორც ასეთზე დაგველაპარაკებოდნენ. ამ ფაქტს რამდენადაც მეხვდები ბიზინა ივანიშვილის შესანიშნავად ხდება და არ მიდის, აი ბიზინა ივანიშვილისთვის ხო წითელი ხაზი არ არსებობს, იგორ გიორგაძისათვის ეს წითელი ხაზი მით უმეტეს არ არსებობს, იგორ გიორგაძე ამაზე წავიდოდა. ბიზინას ცხადი არ ვაქებთ ხო, მაგრამ მაინც ბიზინა ივანიშვილი როგორც მე ვხვდები და როგორც მე ანალიზს ვუკეთებ, ბიზინა ივანიშვილი ამაზე არ მიდის. ის მიხვდა ან ხვდება, რომ რუსეთი ატყუებს და არანაირ კონფედერაციაზე არ დაიყაბულებს აფხაზურ და ოსურ მხარეებს სამხედროსაც. და იმასაც ხვდება, რომ ქართველი ხალხი პირდაპირ მნიშვნელობით აღიარების შემთხვევაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ნებისმიერი ფორმით აღიარების შემთხვევაში კონფედერაციაზე დათანხმების შემთხვევაშიც კი ქართველი ხალხი მას შეაჩვენებს პირდაპირ მნიშვნელობით და ბიზინა ივანიშვილი ამაზე არ მიდის. ამის გამო ის გულისწყრობას მოსკოვის გულისწყრობას რასაკვირველია იწვევს, გადა არა თუ ეს ასია, თუ ეს ვერსია სწორია, მაგრამ მეორე მხრივ ის შეიძლება იზოლებული გახდეს, გადადგას ეს ნაბიჯი, ამისთვისაც სჭირდება სხვა შორის დამატებით, ამისთვისაც სჭირდება ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფარგლებს გარეთ, ანუ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ უკანონო ხელისუფლებამ ჩაიდინა, გააკეთა ეს ყველაფერი და ამიტომაც ის მიეშურება თუ იღმის თუ ცდილობს რომ მიაღწიოს აღიარებას, ლეგიტიმაციას, ლეგიტიმურობას თუ ქართული ხალხის მხრიდან, თუ მცირე ნაწილის მხრიდან, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან თუ მხრიდან ალბათ სწორი სიტყვა. და ბიზინა ამაზე შეიძლება წავიდეს. მათ შორის შეიძლება წავიდეს გაგვირდება და იმიტომ რომ ეხლა რაშუაშია ვინმე მეტყვის, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებისა და გამო. კერძოდ იცით თქვენ რომ სომხეთი აზერბაიჯანი ერთმანეთთან უკვე დაალაგდნენ და კიდევ უფრო მეტად დაალაგდებიან მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის დაახლოებით სექტემბერ-ნოემბრისთვის მაქსიმუმ, ანუ დიდი ხელშეკრულება გაფორმდება მათ შორის. იმის გათვალისწინებით თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს არჩევნებში და კონსტიტუციაში შევა ცვლილებები. ამის შემდეგ დაიწყება ტრიპის მშენებლობა უფრო აქტიური ფაზა, ანუ სამხრეთ კავკასიური დერეფნის ამ განშტოებისა, ტრამპის გზა კეთილმშვიდობისა და კეთილდღეობისა თვის ამ გზის და საქართველოს შეიძლება ერთგვარ გეოპოლიტიკურ ჩიხად იქცეს. რუსები ეუბნებიან დაახლოებით შემდეგს ბიზნეს, ჩვენ წამოვიღებთ თვირთებს, ჩვენ გავატარებთ თვირთებს, ჩვენ დაგიტოვებთ თანხას, ანუ ეს იქნება ესე იგი უხეშად ბიჭვინთიდან ვიდრე სომხეთამდე, ვიდრე თუნდაც საქართველოს ბოლო წერტილამდე რკინიგზის გახსნა, ასევე საავტომობილო გადაზიდვები და ასე შემდეგ, ჩვენ არ გარდაგქმნით თქვენ ჩიხად, ოღონდ ჩვენი თვირთები უნდა იყოს გატარებული და თუ შენ გინდა რომ რაღაცა ელემენტარული ფუნქცია, მაინც მისია ფუნქცია, სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია დაიტოვო სამხრეთ კავკასიაში, იმიტომ რომ იქით შენ რომ ამერიკელები შემოვიდნენ, ანუ ტრიპის მიმართულებით, სომხეთ-აზერბაიჯან თურქეთის მიმართულებით, თურქეთი კი არ არის კავკასიის სახელმწიფო, მაგრამ ესე ავხსნი, რომ კარგად ავხსნა, კარგად გაგაგებინოთ რაზეა საუბარი, რუსეთი ეუბნება რომ მე თანახმავარ შენზე გამოვატარო თვირთები, ოღონდ შენ უნდა შეასრულო ის ბრძანება, რომელსაც ჩვენ გაძლევთ. ეს ბრძანება კი არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის აღიარება დღეს წინააღმდეგობას რომც უწევდეს ბიზინა ივანიშვილი, მის წინაშე დადგება სხვა გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა ამოცანა, ვიტყვი ასე, სხვა გამოწვევა. რუსები იტყვიან რომ ჩვენ შეგიმზადეთ თუ მომიმზადეთ შემცვლელი და ეს შემცვლელი შენ გაგაპატიმრებს, შენ გაგანადგურებს. რუსები ეტყვიან რომ ნავიჩოკი არის გამზადებული თუ ის წინააღმდეგობას გასცემს. ვისი ბრალია ეს ყველაფერი რასაკვირველია თავად ბიზინა ივანიშვილისა, რომელიც შესანიშნავად ხდება რომ იგორ გიორგაძე 23 ხარისხოვანი პერსონაა, რასაკვირველია. ჩვენ სინამდვილეში და 22 ხარისხოვანი რო გახდეს, ამას კი ეშურება, ამის კი ისწრაფვის ეს კი უნდა. რუსები ეუბნებიან რომ ჩვენ შემცვლელს მოვზებნით. გიორგაძე არ იქნება ეს შემცვლელი, კობახიძეც არ იქნება, მაგრამ იქნება ვინმე ფიფია მაგალითად. და შესაძლოა ფიფიაც არა, შესაძლოა გარდამავალი ვიღაც ტიპი, ტიპები ჯგუფი, რომლებიც შეიძლება ახლა საქართველოში არიან და აი ამ ძელბედობის ჟამს ბიზინა ივანიშვილი
ის ზელბედობაში გვამყოფებს ჩვენ, ამ ზელბედობის ჟამს ისინი ემზადებიან სწორედ რომ რომელიღაც ეტაპზე გადაიბარონ რუსული ხელისუფლება, კიდევ უფრო რუსული გახდეს საქართველო, რომ ვიცოდეთ. მაინც აი ახლა ამერიკელთა წვრთნები მაინც იმართება, ბიზინა არაფერ შუაში არ არის აქ, ბიზინა ამ ყველაფერზე წინააღმდეგება, ახლა ამერიკელთა წვრთნები იმართება, იგორ გიორგაძის ნაირი, გიორგი გიორგაძის აბრაზდი ტიპები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ის ამერიკელთა ეს მონაწილეობა, მცირედი მონაწილეობაც კი აღმოიფხვრება ჩვენი სახელმწიფოდან, გიორგაძეს არ გულისხმობ, გიორგაძე თავად რომ მომსვლელი არ არის და ვერ არის, ეს ფაქტია. ხო, აი ამ მდგომარეობაში ვართ, ოღონდ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არ გვინდა ჩვენ არც იგორ გიორგაძე, არც არ ვიცი, სხვები და სხვები, რომლებიც საქართველოში არიან და რაც საკუთრივად როგორიც არ გვინდა ბიზინა ივანიშვილი. ყველა ვინც რუსეთთან დალაგების მომხრეა, ვინც ცდილობს რომ რუსეთთან იყოს საქართველო, ყველა ვინც ამას აკეთებს, აპირებს, ხო, ისინი ერთმანეთზე მეტად მიუღებლები არიან. იგორი ერქმევა გიორგაძე, თუ იგორი ერქმევა ივანიშვილი, თუ ბიზინა ერქმევა გიორგაძე, თუ ბიზინა ერქმევა ივანიშვილი, თუ ამ მნიშვნელობა აქვს. რა გვარსახელს დავასახელებთ. იგორ გიორგაძესა და ბიზინას შორის პრაქტიკულად ტოლობის ნიშანია. ნახვამდის.